ქართული პოლიფონიური ჟღერადობა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მეღვინეობა ხარება ყვარელში საზეიმო მიღებას მართავს. ქართული პოლიფონია და ქვევრის ღვინო ხვალ კიდევ ერთხელ წარსდგება ფართო აუდიტორიის წინაშე. ქართული ქვევრის ღვინოს იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის სტატუსი რამდენიმე თვის წინ მიენიჭა. ქართულ მრავალხმიან ფოლკლორულ სიმღერებს ანსამბლი ბასიანი ხვალ ყვარელში აჟღერებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მეღვინეობა ხარება ყვარელში საზეიმო მიღებას გამართავს. მიზეზი მეტად მნიშვნელოვანია. იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ძეგლთა ნუსხას ქართულ პოლიფონიასთან ერთად უკვე ქართული ღვინოც შეუერთდა. რამდენიმე თვის წინ უკვე იუნესკომ აღიარა ქართული ქვევრის ღვინო სპეციფიკური სოფლიოში არ არსებობს ქვევრის ღვინოს ესეთი ტექნოლოგია როგორც ჩვენთან არის და ეს არის მეორე გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და უერთდებით ჩვენ ხვალინე გამართულ ხვალ იმართება ორგანიზება და უერთდებით ამას ძალიან სიმბოლურია და ძალიან სასიხარულოა რომ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით საზეიმოდ შესრულდება ქართული ასევე იუნესკოს მიერ აღიარებული ქართული პოლიფონური მრავალხმიანობა. ეს არის ტრადიციულად კახური წესით დამზადებული ქართული ქვევრის ისტორია 5000 წელს ითვლის. საქართველო კი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქვევრში ღვინოს უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად აყენებენ. ტრადიციას აგრძელებს თბილისში მცხოვრები მამუკა მჟავანაძე, რომელმაც საკუთარ სახლში მცირე ზომის მარნის გაკეთება 5 წლის წინ გადაწყვიტა. დღეს მას უცხოელი ტურისტებიც სტუმრობენ. ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენ იმას, რომ ჭაჭაზე ვქონდეს ფაქტურად ოქტომბრის შუა რიცხვებში როცა დაიწურა, დღეს მოხსენით და აქამდე ვქონდა ჭაჭაზე. ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია ყურძნის ტკბილის გარკვეული რაოდენობის ჭაჭასთან დადუღებას, დაღვინებასა და შემდგომ დავარგებას გულისხმობს. მისი უნიკალურობა სწორედ მაღალ ექსტრაქტულობაში მდგომარეობს. 6 თვე გვაქვს ქვევში, ჭაჭაზე. მერე ხდება ჭაჭიდან წვენის გადაღება მეორე ქვევში. მარტო წვენის გადაღება, ფაქტურად ღვინის გადაღება. სადღაც 1 წლის თავზე უკვე ღვინო ღებულობს თავის მაქსიმალურ დაღვინებას. მე მინდა ღვინის სადღეძელო დავლიო. ყურძნისა და ღვინის სადღეძელო. და ყველა ქართველს ქონოდეს ქვევრი. საქართველოს არამატერიალური მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები, ქართული ქვევრის ღვინო და ფოლკლორული მრავალხმიანობა ყვარელში სტუმრებს ხვალ 2 საათიდან დაელოდება.